სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს, ადიდებს წმინდა დიდებულ წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელს იოანეს, მის მოწამებრივ აღსასრულს, როცა იგი გადავიდა სხვა ცხოვრებაში, არადილ ცხოვრებაში და ჩვენ ამ მოვლენას ვზეიმობთ, რადგან შევიძინეთ განსაკუთრებული და საოცარი შუამდგომელი, შუამავალი და მეოხი ღვთის წინაშე, რომელზეც უფალი ამბობდა, რომ იგი არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა. წმინდა იოანე ნათლისმცემელს წმინდა ეკლესია ადიდებს და ახსენებს უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ და ხშირად მათ ერთადაც აყენებს, ერთად გამოსახავს. აი თითქმის არ არსებობს მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც არ არის ხატი, რომელსაც ეწოდება დეისუსი, რაც ნიშნავს ბედრებას, შუამდგომლობას, სადაც გამოსახულია უფალი იესო ქრისტე, მისგან მარჯვნივ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მისგან მარცხნივ წმინდა წინასწარმეტყველი წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი, რომლებიც ევედრებიან მაცხოვარს მთელი მსოფლიოსთვის და ყოველი ჩვენგანისთვის. აი ამრიგად ჩვენი იკონოგრაფიაც, საეკლესიო მსახურების წესგანგებაც ცხადყოფენ მათ სიახლოვეს. და ეს სიახლოვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და რაში მდგომარეობს ეს სიახლოვე, ძვირფასო ძმებო და დებო? განამხოლოდ ხორციელ ნათესაობაში, რომელიც მათ შორის იყო. არა. პირველ ყოვლისა მათ აახლოებს სულიერი ღვაწლის მსგავსება. თქვენ გახსოვთ, ეს ღვაწლი არის თავგანწირული ღვაწლი ღვთისადმი, სიყვარული. თავგანწირული სიყვარული ღვთისადმი. როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მივიდა მთავარანგელოზი და გამოეცხადა მას და მისი განსაკუთრებული მისია აუწყო, დედა ღვთისმშობელმა მიუგო, აჰა, ხევალი ღვთისა. მსგავსი რამ თქვა წმინდა იოანე ნათლისმცემელმაც მაცხოვართან მიმართებაში. ის უნდა აღორძინდეს, მე კი უნდა დავკნინდე. ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც კი არ ვარ მეო. და ესეთი სიმდაბლის მაგალითი მოგცა თვით უფალმა იესო ქრისტემ, რომელმაც ხატი მონისა მიიღო, როგორც წერს პავლე მოციქული. მაშასადამე აი რა ახლოვებს მათ ერთმანეთთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდა იოანე ნათლისმცემელს, ერთმანეთთან და უფალთან. ეს არის სიმდაბლის უმაღლესი საზომი, სრულყოფილი სიმდაბლე, რაც არის ღვთისადმი თავგანწირული სიყვარული. აი ეს ღვაწლი აახლოებს. სიმდაბლის ღვაწლი ძალიან ძნელია. ჩვენ ხშირად
ღიზიანდებით გვაღიზიანებს რაღაც წვრილმანები, მრისხანებთ, განვიკითხავთ. დამდაბლება თავისა არ შეგვიძლია, ხშირად არც გვინდა. რთული ღვაწლია სიმდაბლე, იგი მოითხოვს ჩვენგან გარკვეული მწუხარების გავლას. იმდენად რთულია ეს ჭიდილი საკუთარ დაცემულ ბუნებასთან და ეგოიზმთან. მაგრამ თუ ჩვენ ჯეროვნად ვიმდაბლებთ თავს, აი ამ გზას ჯეროვნად გავდივართ ქრისტეს გულისთვის, მაშინ ასე ვფიქრობთ ჩვენ, რომ სიმდაბლის ფუძემდებელი თვით უფალი იესო ქრისტეა. და მე კიდე მინდა რაღაცით მივბაძო ჩემს უფალს, დედა ღვთისმშობელს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ესე იგი მე უნდა ძალისხმევას მივმართო, რომ ვისწავლო ეს თავარი სათნოება, რომელსაც მოაქვს სულიწმიდის მადლი. და აი, როდესაც საკმარისია ესე ვიფიქროთ ჩვენ, ეს გავაკეთოთ, ამ ძალისხმევის სანაცვლოდ მოდის მადლის შეწევნა და მოდის სიხარული სულიწმინდაში. ამ მადლს მოაქვს ეს სიხარული. ეს ის სიხარულია, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელზეც თქვა თავად იოანე ნათლისმცემელმა, რომ მე ვარ მეგობარი სიძისა, სიძის მეგობარი კი ხარობს სიხარულით სიძის ხმის გაგონებისას. და ეს სიხარული დღეს აღსრულდა ჩემი. აი რა სიხარულია ეს. ეს ის სიხარულია, რომელსაც როგორც გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვერავინ წაგვართმევს. და არ არსებობს უფრო აღმატებული რამ, ვიდრე სიხარული სულიწმინდაში, რომელიც მოაქვს ჩვენთვის მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლს. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს. მართალია ეს რთული ღვაწლია, მაგრამ სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს. არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აგვამაღლებს ამ წუთის სოფელზე, აგვამაღლებს წუთის სოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე. და მოაქვს სიხარული სულიწმინდაში, რაც არის სათა სასუფევლის ნეტარების საწყისი ამ ჩვენს მიწიურ ცხოვრებაში. და აი ამ სიმდაბლის ღვაწლს, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ცხოვრება ყოველდღიურად მოითხოვს ჩვენგან. და დღეს ვევედროთ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ შეგვეწიონ ამ გზით სიარულში. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ამინ.